ძალიან შორს, თვალის მომჭრელად მწვანე ჯუნგლების სიღრმეში ერთი საოცარი ისტორია დაიწყო. ერთ დღეს მამაცი შავი პანტერა, სახელად ბაგირა, ხეების ჩრდილებში ჩუმად და ფრთხილად მიაბიჯებდა. მოულოდნელად კეთილმა პანტერამ დამტვრეული ხის ნავიდან ძალიან უცნაური ხმა გაიგონა. რას აკეთებს ეს ადამიანის პატარა არსება სრულიად მარტო ამ უზარმაზარ საშიშ ტყეში? ეს პატარა ბიჭი მგლების ოჯახთან უნდა წავიყვანო, რათა უსაფრთხოდ და თბილად იყოს. ბაგირამ ბავშვი ფრთხილად აიყვანა და მგლების ოჯახთან წაიყვანა. ულამაზესმა დედამგელმა პატარა მომღიმარ ჩვილს შეხედა და გულში უდიდესი სიყვარული იგრძნო. ის საოცრად პატარა და სრულიად უშიშარია. ჩვენ მას გავზრდით, როგორც ჩვენს საკუთარ შვილს. ბრძენი მოხუცი მგლების წინამძღოლი დათანხმდა და პატარა ბიჭს მაუგლი დაარქვეს. მაუგლი ძალიან ბედნიერი იზრდებოდა. სწავლობდა სირბილს და თავის პატარა მგელძმებთან ერთად თამაშობდა. მან ისწავლა, როგორ აეწია ცხვირი ლამაზი ლურჯი ცისკენ და ნამდვილი მგელივით როგორ მოქცეულიყო. მაუგლი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ბიჭი იყო. მას უზომოდ უყვარდა თავისი არაჩვეულებრივი ჯუნგლების ოჯახი. მაგრამ ერთ საშინელ დღეს, ტყეს შავმა ჩრდილმა გადაუარა. ძალიან საშიშმა ხმამ ყველა შეაშინა. ეს შერხანის ღრმა და შემზარავი ღრიალი იყო. ის უზარმაზარი და ძალიან გაბრაზებული ვეფხვი გახლდათ. შერხანს მთელი გულით სძულდა ადამიანები. მაგ ბიჭის ადგილი ჯუნგლებში არ არის. მე მას ვიპოვი და აუცილებლად გავანადგურებ. შეშინებული მგლების ხროვა სასწრაფოდ შეიკრიბა მაღალ საბჭოს კლდეზე, ძალიან ბნელ და შტორმიან ღამეს. შერხანი პირდაპირ ხროვის შუაგულში შემოვიდა. დაუყოვნებლივ გადმომეცით ეგ ბიჭი, თორემ ამაღამ მთელ თქვენს ოჯახს გავანადგურებ. მაუგლი ჩვენი ძვირფასი შვილია. ჩვენ მას შენნაირ სასტიკ მონსტრს არასოდეს არ მივცემთ. მაგრამ ბაგირა იცოდა, რომ გაბრაზებული ვეფხვი ძალიან ძლიერი იყო. პატარა ბიჭი სასწრაფოდ უნდა წასულიყო. მაუგლი, შენ აუცილებლად უნდა წახვიდე ადამიანების სოფელში. იქ უსაფრთხოდ იქნები. მე ნამდვილი მგელი ვარ. არ მინდა ადამიანებთან ცხოვრება. ჯუნგლები ჩემი ერთადერთი სახლია. შენ ადამიანის ბიჭი ხარ, მაუგლი. ვეფხვს ვერ შეებრძოლები. ამ საფრთხეს რომ გადაურჩე, უნდა წახვიდე. მომდევნო დილა ძალიან სევდიანი იყო. მაუგლის თავის საყვარელ დედამგელთან სამუდამოდ დამშვიდობება მოუწია. გთხოვ, არასოდეს დაგვივიწყო, ჩემო ტკბილო პატარა ბიჭო. მე შენ მუდამ მეყვარები, რაც არ უნდა მოხდეს. მაუგლიმ და მამაცმა პანტერამ ტყის გავლით ძალიან გრძელი და სახიფათო გზა დაიწყეს. მაუგლი ძალიან მოწყენილი და გაბრაზებული იყო. ის ძალიან ნელა მიდიოდა და პატარა ფეხებს მიწაზე მიათრევდა. მაგრამ პატარა ბიჭს მხოლოდ თამაში უნდოდა. ის სწრაფად აცოცდა მაღალ ხეზე. აბა ახლა შემომხედე. მე სუპერ სწრაფი მაიმუნი ვარ. არ მჭირდება მოსაწყენ სოფელში წასვლა. შენ მაიმუნი არ ხარ, სულელო ბიჭო. გთხოვ, ახლავე ჩამოდი ძირს, სანამ სერიოზულად დაშავდები. მოულოდნელად პანტერამ შეინიშნა რაღაც ძალიან საშიში, რაც ხის ბნელ ტოტებში ჩუმად იმალებოდა. ნამდვილად გიგანტურ პითონს სახელად კას ზუსტად იმ ტოტზე ეძინა ღრმად, სადაც პატარა მაუგლი იჯდა. გამარჯობა, გემრიელო პატარა ბიჭო. რას აკეთებ ჩემს წყნარ პატარა ხეზე? ისეთი დაღლილი ჩანხარ, ჩემო პატარა მეგობარო. უბრალოდ დახუჭე თვალები და სწრაფად დაიძინე. მაუგლი სრულიად პარალიზებული იყო. გიგანტურმა გველმა მის გარშემო შემოხვევა დაიწყო. მოულოდნელად მამაცი პანთერა ხაერში მაღლა ახტა და თავისი ბასრი ბრჭყალები ბოლომდე გამოაჩინა. სრულიად დამარცხებული და ძალიან გაბრაზებული გველი ქვემოთ სწრაფად გაძვრა.
კარგად ხარ, პატარაო. აღარასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეხედო მაგ გველს პირდაპირ თვალებში. ძალიან შემეშინდა. მადლობა რომ გადამარჩინე. შენ ყველაზე მაგარი მეგობარი ხარ. მათ გრძელი გზა განაგრძეს. მალე მდინარიდან მომავალი უცნაური ხმა გაიგონეს. ეს გიგანტური, საოცრად ფუმფულა ნაცრისფერი დათვი იყო. ის თავის უზარმაზარ ზურგს მხიარულად იფხანდა. დიდი მხიარული დათვი ბანანს მიირთმევდა და თან მღეროდა. გამარჯობა, პატარა მეგობარო. მე ბალუ ვარ. რას აკეთებ ჩემს ულამაზეს ჯუნგლებში? ის საშინელ საფრთხეშია. მე ეს ბიჭი დაუყოვნებლივ ადამიანების სოფელში უნდა წავიყვანო. ადამიანებთან უშვებ? ეგ საშინელი იდეაა. მას შეუძლია აქ დარჩეს და ჩემთან ერთად იცხოვროს. მე შენ ყველაფერს გასწავლი. გასწავლი როგორ იბრძოლო გიგანტური ძლიერი დათვივით. პატარა ბიჭმა ხმამაღლა გაიცინა და გიგანტურ დათვს თავის დიდ რბილ მუცელში ხუმრობით დაარტყა. დიახ, ის ნამდვილად გასწავლის, როგორ იყო სრულიად ზარმაცი და აბსოლუტურად უსარგებლო ამ ტყეში. დათმა ბედნიერ პატარა ბიჭს ზუსტად აჩვენა, თუ როგორ ეპოვა ტკბილი თაფლი ბებერ ხეში. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეა. არ მინდა ამ საოცარი ჯუნგლების დატოვება. თუ ამ სულელ დათვთან ერთად დარჩენა გინდა, მე მივდივარ, შენ საშინლად დიდ შეცდომას უშვებ. მაუგლიმ ოდნავ მოიწყინა, მაგრამ გიგანტური დათვის გვერდით თავს სრულიად უშიშრად და უსაფრთხოდ გრძნობდა. მეორე დღეს, ნაშუა დღეს, მაუგლი სრულიად მარტო იჯდა მაღლა, ხეზე და გემრიელ ბანანს ჭამდა. მოულოდნელად ერთი პატარა ნარინჯისფერი მაიმუნი ფოთლებიდან ჩუმად დაეშვა ზუსტად მის გვერდით. სანამ ბიჭი ყვირილს მოასწრებდა, ყოველი ბუჩქიდან ათობით სწრაფი, გიჟი მაიმუნი გადმოხდა. ხმაურიანმა პატარა მაიმუნებმა მას ხელებსა და ფეხებში მაგრად ჩაავლეს და პირდაპირ ზემოთ დაიწყეს მისი ათრევა. დამეხმარეთ, ბალუ, ბაგირა, გიჟმა მაიმუნებმა მომიტაცეს. ბალუს ღრმა ძილიდან მაშინვე გაეღვიძა. მან ყვირილი გაიგონა და მაღალ ხეებს აღხედა. გამაგრდი, ჩემო პატარა მეგობარო. მოვდიმა რომ გადაგარჩინო მაგ ხმაურიანი ბეწვის გროვებისგან. მაგრამ მაიმუნები მეტისმეტად სწრაფები იყვნენ. მათ ბიჭი მარტივად წაიყვანეს დანგრეულ ქალაქში. შეშინებული ბიჭი ადამიანების უძველესი, ცარიელი ქალაქის ბნელ, დანგრეულ კედლებთან მიიყვანეს. ასობით ხმაურიანი ველური მაიმუნი შემოეხვია შეშინებულ პატარა მაუგლის და უზარმაზარ წრეზე ხტოდნენ. როგორც იქნა, ჩვენ გვყავს ადამიანი, შენ ჩვენი დიადი ლიდერი იქნები და ყველას მნიშვნელოვნად გვაქცევ. მე არ მინდა ვიყო თქვენი ლიდერი. გთხოვთ, გამიშვით სახლში, ბალუსთან და ჯუნგლებში ახლავე. მაიმუნები ძალიან გაბრაზდნენ. მათ კვლავ ჩაავლეს ხელი მაუგლის და საშიში ხმაური ატეხეს. მოულოდნელად უზარმაზარმა ხმამ ყველა შეაშინა. ძველი ქვის კედლები დაიმსხვრა. ეს დათვი ბალუ იყო. მან კედელი შეანგრია და უდიდესი ბრაზით იღრიალა. სწრაფად გაიქეცი, მაუგლი. მე შევაჩერებ ამ ველურ მაიმუნებს. მაგრამ მაიმუნები ძალიან ბევრნი იყვნენ. ისინი საცოდავ დათვს გარშემო შემოეხვივნენ. მაუგლი გაქცევა შეეცადა, მაგრამ გიჟმა მაიმუნებმა დერეფნიდან ყველა გასასვლელი სწრაფად ჩახერგეს. მოულოდნელად ბრძოლაში ბნელი ჩრდილი შემოხდა. ბაგირა დასახმარებლად დაბრუნდა. პანტერამ თავისი ბრჭყალები გამოიყენა, რათა მაიმუნების უზარმაზარ ხროვაში ახალი გზა გაეკვალა. მაუგლი ბაგირას გაჰყვა და ისინი ერთად გავარდნენ მტვრიანი ნანგრევებიდან. ცოტა ხნის შემდეგ დათვი ბალუც დაეწია მათ. ის ძალიან მძიმედ სუნთქავდა. ისინი ახლა უსაფრთხოდ მაიმუნებისგან შორს იყვნენ. დაღლილმა მეგობრებმა ახალ ველზე დაისვენეს. ორივე დაბრუნდით, რომ ჩემთვის სიცოცხლე გადაგერჩინათ. მეგონა, ჩემზე სამუდამოდ გაბრაზებულები იყავით. ჩვენ შენი ნამდვილი ოჯახი ვართ, პატარაო. ჩვენ ყოველთვის დაგიცავთ ნებისმიერი საფრთხისგან.
შერხანი არ გაჩერდება, სანამ არ გიპოვის, მაუგლი. ჩვენ სოფლისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ. სამმა მეგობარმა მთებისკენ ულამაზესი ჯუნგლების სიღრმეში სიარული განაგრძეს. მალე ისინი მივიდნენ იქ, სადაც ჯუნგლები მთავრდებოდა. ფოთლებიდან მათ რაღაც ახალი დაინახეს. ეს ადამიანების სოფელი იყო. თბილად მანათობელი ცეცხლი და პატარა ქოხები ველზე უსაფრთხოდ ჩანდა. მდინარესთან პატარა გოგონა თიხის ქილაში სუფთა წყალს აგროვებდა. მაუგლი აბსოლუტურად მოჯადოებული იყო. მას თავის ცხოვრებაში სხვა პატარა ადამიანის არსება არასოდეს ენახა. ლამაზმა გოგონამ ზემოთ აიხედა და თიხის ქილა შემთხვევით ძირც დაუვარდა. მაუგლიმ ნელა აიღო მძიმე ქილა და პატარა გოგონას მიაწოდა. გოგონამ ველურ ბიჭს ძალიან თბილად გაუღიმა და ნაზად ჩადიდა ხელი. წადი, ჩემო მამაცო პატარა მეგობარო, შენ ახლა სრულიად მათ ეკუთვნინ, მათთან სრულიად უსაფრთხოდ იქნები. მაუგლი ბედნიერი შევიდა სოფელში. მან იცოდა, რომ თავისი ჯუნგლების ოჯახი ყოველთვის უზომოდ ეყვარებოდა. მაუგლი როგორც იქნა სახლში იყო, უსაფრთხოდ და ყველას თბილ გულებში.